ზამთრის ზღაპარი ზღვის პირა ქალაქში ბრიტანულ-ქართულ სპექტაკლს პრემიერა გაიმართა. ბრიტანულმა რეჟისორმა თანამედროვე დრამატურგის იგნას კორნალისენის პიესა ერთმოქმედებიან წარმოადგენად ბათუმის დრამატურგიული თეატრის 4 მსახიობთან ერთად აქცია. თარეკ ისკანდერი ქართულ დასთან მუშაობა ზაფხულში შეუდგა სპექტაკლი მაყურებელს მოუთხრობს თუ როგორ იდგმება თეატრში შექსპირის ზამთრის ზღაპარი და როგორ ვითარდება შემოქმედებითი ჯგუფის პირადი ურთიერთობების სპექტაკლზე მუშაობისას. სპექტაკლი ბათუმის დრამატული თეატრისა და ლონდონის ახალგაზრდული თეატრის იუნიკორნის პარტნიორობის პირველი შედეგია. დღევანდელი სპექტაკლის არის ინოვაციური, არის ახალი სიტყვა ვფიქრობ ქართულ თეატრალურ სივრცეში, იმედი მაქვს, რომ ბათუმელ მატყურებელს მოეწონება ეს სპექტაკლი. ზოგადად პროგრამა ნამდვილად გაამართლა, თავისი მიზანი ჩვენ შევძელით, რომ დაგვიახლოვებინა ბრიტანული თეატრალები და ქართველი თეატრალები. ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი გახდა უკვე 2 კოპროდუქციის განხორციელება და სამომავლოდაც ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს. მაყოფილი ვარ, რომ ეს წარმოდგენა დავდგი და შესაძლებლობა მომეცა მემუშავა ბათუმის თეატრის მსახიობებთან. ისინი ნამდვილად შესანიშნავები არიან. ამ პროექტის მიზანი იყო შეგექმნა ისეთი დადგმა, რომელიც ქართული თეატრისთვის ახალი და განსხვავებული იქნებოდა, სადაც დავამსხვრევდით ბარიერს მაყურებელსა და წარმოდგენას შორის და რაღაც ეტაპზე მათ ერთ მთლიანობად ვაქცევდით.